პირველ ბლოკში რბილად რო ვთქვათ, გავაკრიტიკეთ ოპოზიცია, ეს რბილად რო ვთქვათ. გისმენდით. ფაქტობრივად მე ვამტკიცებ, რომ ოპოზიცია ვერაფერსაც ვერ მოქმედებს. არ არსებობს რაღაცა, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიცია მოქმედებს. იმიტომ არის ძალიან დაქსაქსული, ძალიან სხვადასხვა მხარეს გაფანტული, ერთმანეთის რაღაც ჯიმში ჩამდგარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ეს თქვენ რუიანში კი ხართ, მაგრამ ну, რა ვიცი, ხო, ამ რუიანში რაღაც ერთი პარტია ისე 4 ოქტომბერს აანონსებს და ხარს უჭერს ნაციონალიზმობა. თქვენი პარტიის რამდენიმე წევრიც აქტიურად არის ჩართული, ერთი მაგალითად დაიჭირეს მურთაზოდელავა და გამოუშვეს. ну, მოკლედ, ყველა რაღაცა სხვადასხვა მხარეს ეკაჩება. შენ პირადად საითხარ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მესმის ის გულისწყეველი, რაც შეიძლება ოპოზიციის ქმედებებს უკავშირდებოდეს, მაგრამ აქ ყოველთვის აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მოვახდინოთ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების დივერსიფიცირებაც. რა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არიან პროდასავლური პარტიები და თქვენ ახსენეთ რუიანი და მათ შორის არის ჩვენი კოალიცია და ჩვენი პარტია, რომელიც დღიდან 27 ოქტომბრისა, 26 ოქტომბერში შეიძლება გასული წლის ჩავთვალოთ, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ კონკრეტული გზა და ხედვა, რაც გვესახებოდა რეალურად რეჟიმთან ბრძოლის და რეჟიმის დამარცხების ერთ-ერთ ფორმულად და დღემდე ძალიან ბევრი რამის ფასად ეს და მივდივართ აქამდე, ხო, ეს არის არ თანამშრომლობის ფორმულა, არ აღიარების ფორმულა და პროცესების ნორმალიზების არანორმალიზების, ხო, ნორმალიზება რო არ მოვახდინოთ და ხელი რო არ შევუწყოთ ამ პროცესს და ჩვენ ამ პროცესში საკმაოდ დიდი ფასი გადავიხადეთ. რა არის ახლა ეს ფასი ჩვენი მხრიდან, ხო? ჩვენი კოალიციის 4-ვე ლიდერი არის ივანიშვილის საპატიმროში. ჩვენ უარი ვთქვით მანდატებზე, შესაბამისად უარი ვთქვით დაფინანსებაზე, უარს ვამბობთ ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნების შესულაზე და შესაბამისად რეგიონის რას არაკეთებთ გავიგე, რას აკეთებთ. ხო, და ეს მაგრამ ჩვენ მოგხარშოთ ახლა იმავე ქვაფში, სადაც ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ თავისი არაპრინციპულობით და თავისი არათანმიმდევრულობით იხარშებიან ლელოს და გახარიას პარტია, რომლებიც 6 თვის წინ ამბობდნენ და რომ ივანიშვილის რეჟიმთან არ ითანამშრომლებდნენ და თვითმმართველობის არჩევნებში ლეღვის ფოთლები არ იქნებოდნენ, ეგრეთ წოდებული ციტირებ მათ ლიდერებს მხოლოდ და მხოლოდ, ხო? ეს არ არის ჩემი ფორმულირება და 6 თვის შემდეგ უყურებთ აბსოლუტურად არათანმიმდევრულობის, არაგულწრფელობის და უპრინციპობის მაგალით. იმასთან ერთად ჩვენ ვერ მოვიხარშებით, იმიტომ ჩვენ დიდი ფასი გადავიხადეთ ჩვენი ლიდერების თავისუფლების, ფინანსური თუ არაფინანსური, მატერიალური რესურსების სახით, ხო? და შესაბამისად ჩვენთვის არ არის მისაღები მსგავსი ფორმულირება, იმიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ემსახურება ოპოზიციის დისკრედიტაციას და პროდასავლური პარტიების დისკრედიტაციას, მაშინ როდესაც ამ პროდასავლური პარტიების სპექტრზე, ვინც არიან ამ ბრძოლის ავანგარდში, ისევ ემსახურებიან ხო, მისდევენ თავიანთ ფორმულას და ერთ ვიტყვი კიდევ. ოპოზიცია რას აკეთებს? აქამდე რომ მოვედით, აი თქვენ გახსენდებათ მე რა მაგალითად რომელიმე ჩვენი დასავლელი პარტნიორის, ხო, სტრატეგიული პარტნიორის აღიარების ან თანამშრომლობის რაიმე ფორმატი, რომელიც მაგალითად 27 ოქტომბრიდან დღემდე შედგა ქართული ოცნების მთავრობის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მაგალითად რაღაცა ფორმატში, ხო? მე ესეთი არაფერი არ მახსენდება. გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, ხო, საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებული შესწორების აქტი, რომელმაც რუსულ კოშმარად აღიარა ამ დეკლარირებით, ხო? ქართული ოცნება კიდევ ერთხელ და სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ ამერიკის მთავრობის საჯარო მოხელეს თუ მაღალი თანამდებობის პირს, მათ შორის ფინანსური თანამშრომლობის შესაძლებლობაც კი არ ექნება ქართულ ოცნებასთან. ეს ყველაფერი მოიტანა იმ პროდასავლური პარტიების პრინციპულობამ და სწორმა პოზიციონირებამ, რაც გულისხმობდა არ აღიარებას და ლეგიტიმაციის არ მიცემას რეჟიმისათვის, სადამდეც მოვედით დღემდე. შეიძლება კითხოთ ახლა აი დაუშვათ გახარიას და ლეოსთან დაკავშირებით ესეთი კითხვა მექნებოდა ახლა თქვენ კი ამბობთ რომ ისინი ასე ვთქვათ რაღაცა კოლაბორაციონისტები არიან და ვთქვათ გადაუხვიეს სწორი ბრძოლის გზას და რეჟიმთან თანამშრომლობაში შედიან. ახლა მათ რო კითხო და ისინი მათ წარმომადგენლები რო ყავდეს, ისინი იტყოდნენ რომ არა, ისინი არიან ბრძოლაში შესული და თქვენ ხართ ფაქტობრივად ასე ვთქვათ მოქმედოთ. ოცნების ინტერესებზე ასხამთ სისხლზე ასხამთ წყალს, მაგრამ დავანებოთ ამას თავი ახლა ვირას იტყვის. ახლა ფაქტია რომ ამ ორივე პარტიას, კახარიასაც და ლელოსაც, არჩევნებში აქვს რაღაც პროცენტი აღებული, არ ვიღაცამ ხარი დაუჭირეს. შესაძლოა იმის გამო, რომ მათი პოზიცია დღეს უფრო არაპოპულარულია ოპოზიციურ საზოგადოებაში, კერძოდ არჩევნებთან დაკავშირებით, შეუმცირდათ ეს ხარდაჭერა, მაგრამ რაღაცა ხარდაჭერა ხო ეკნებათ მაინც ამ მონაწილეებს. ამ შემთხვევაში მე უფრო მაინტერესებს ეს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების
ახლეჩოას ხო არ უწყობს ხელს ეს დაპირისპირება მუდმივი. უბრალოდ რა იგნორირებას რო ახდენდეთ ერთმანეთის კიდევ ეს. უფრო საგები იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ ეს მუდმივი კრიტიკა რაღაცნაირად უფრო ნიჰილებს ხო არ გააღვივებს იმ საზოგადოებაში, რომელიც არ არის ხელს შეიძლება საბოლოოდ ჩამოყალიბებული და არა აქვს ასე მკაფიო პრეფერენციები პარტიული. და მეორე კითხვა ასევე იგივე ნაციონალური მოძრაობის ეს რომელიც დიდი ნაწილი და აი ეს რაღაცა მოძრაობა როა რუსთაველის გამზირი, პაატა მორჭულაძის და იმის აი დაანონსებულ 4 ოქტომბრის აქციას. აი თქვენი პოზიცია, რამდენიც ვიცით, თქვენი პარტიის და აი გაერთიანების პოზიცია არეთ იყო რომ არ ეთანხმება. ამ 4 ოქტომბრის რაღაცა ხელისუფლების დამთავრების რაღაც იდეას. მაინც ეგ ფორმულირება არ გვაქვს, მაგრამ პოზიცია. ეგ ფორმულირება. და აი მაშინ როგორ იგავხარი და აი ეს ხო არ უწყობს ყველაფერი რაღაცა დაბნეულობას ამ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში. კი ბატონო, დავიწყოთ ლელოთი და გახარიათი, ხომ რეალურად და გაყვეს თუ არა და გახლიჩეს თუ არა მათ და როლი ითამაშეს თუ არა მაგალითად გაუგებრობაში ეს ოპოზიციური ამომრჩევლის სპექტრში რომ რაღაცა ტიპის გაურკვევლობა ჩამოწოლილიყო და ასე შემდეგ. კი, ნამდვილად ეს გააკეთეს და ზუსტად როდესაც ვამბობთ რომ ისინი რაღაცა ტიპის სისტემურ ოპოზიციად იქცევიან, ისინი რაღაცა ფორმით ნორმალიზებას ახდენენ ივანიშვილის რეჟიმის, ისინი რაღაცა ფორმით აი ამ თავიანთი მავნებლური გადაწყვეტილებით და ეგოცენტრული და ვიწრო პარტიული გადაწყვეტილებით ხომ რეალურად და არა ეს არ არის საჯარო ინტერესებს არ იმსახურება თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში შესვლა. ეგ არის გამორიცხული ამბავი რეალურად. ნამდვილად გაყვეს რაღაც გაუგებრობა ჩამოწვა მათ შორის შეიძლება ნამდვილად ოპოზიციურ ამომრჩევლებში, იმიტომ ერთის მხრივ ისინი უმტკიცებენ ოპოზიციურ ამომრჩევლებს რომ რაღაცის გამოგლეჯვა არის შესაძლებელი და ჩვენ აქეთ ვამბობთ რომ არა. უბრალოდ ეს არის არათანმიმდევრულობის და არაპრინციპულობის ძალიან ძიმე იმიტომ რომ ისინი ერთ დროს იყვნენ ბრძოლის ხარჯში, მაგალითად რატო თუ დათმეს თავის დროზე საპარლამენტო მანდატები რაღაცას ერთმანეთისგან ასე გამიჯნულა თქვა დიკარჩენებში მონაწილეობას თუ დაუშვათ რაღაც მეორე ხარი რო ჩათვალოთ სიტყვაზე ვამბობ რაღაცა მეორე ხარისხოვან ამბავად და აქცენტი მოწოლაზე გააკეთოთ და თქვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ თავისთავად მონაწილეობის ფაქტს შეგიათ. კი, იმიტომ რომ ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ რაიმე ფორმით მიიღოს მათ შორის ოპოზიციური პარტიებისგან აღიარება და ნორმალიზება. ჩვენ რო იმას ვიძახდით 26 ოქტომბერს გამოვედით და მარტო ჩვენ არ ვიძახით. ეუთოდილის დასკვნა საკმაოდ მძიმე იყო, ხომ? და ის არაღიარების მთელი კასკადი, რაც საერთაშორისო პარტნიორებისგან არის. ხო, კი, ამას აღარ უნდა გარჩევა. ხო, აი ზუსტად მაგას რო ვიძახით რომ და აი ამას დავამთავრებ. თქვენ დამოკიდებულება კი, უბრალოდ კი, მინდა რომ დავასრულო ეს ამბავი და ამას ვიძახდით რომ არჩევნები ყალბდება ამ ქვეყანაში და წინასწარი კალკულაცია არსებობს. კობახიძე გამოდის და იძახის თითოეულ საკრებულოში რამდენი წარმომადგენელი ექნება და შენ შედიხარ ამ დროს და 2 და 1 მანდატისთვის იბრძვი. მაგალითად 40%-ში მერობის კანდიდატი არ ყავს დაყენებული. 3000 უბნიდან ეს ჩვეულებრივი ამბავია ვერ დააყენებს ყველგან. მაშინ რა ხდება მოსახლეობას? ხო, მაშინ ნახეთ რა არის ამბავი. აი აქ არის პრობლემა. თქვენ რო გახდით საკრებულოს წევრი 2021-ში ხო? მაშინ ყველგან ჰქონდათ ოპოზიციურ წარმომადგენლებს, ყველგან ყავდათ მერობის კანდიდატები, ყველგან ყავდათ მაჟორიტარების წარმომადგენლები. ნახევარზე მეტი მაჟორიტარების დაუკომპლექტებელი ყავთ. 3000 უბანი არის, 3000 უბანზე მეტი არის და წარმომადგენლები ნახევარზე მეტში არ ყავთ და 40%-ში მერობის კანდიდატი არ ყავდა. მაშინ რას პირდებიან რომ ოპოზიციური ამორჩევლები? ეს თვითმმართველობის არჩევნები არ მახსოვს ოპოზიციას ცვლილებისთვის თუ იბრძვიან და კანდიდატები არ ყავთ, ტექნიკურად არის ძნელი. რას ცვლიან კანდიდატი თუ არ ყავთ, აი 24 მუნიციპალიტეტში რას ცვლიან ოპოზიციური ამომრჩევლები? მე არ გიგამათებით მაგაზე ამ შემთხვევაში. ცალსახად. და შესაბამისად მთელი პრობლემა ამ ყველაფერში არის ის, რომ შენ იცი მანდატი დათმე, არ შეხვედი პარლამენტში. არავინ არ აღიარებს ქართულ ოცნებას და აი მასთან შედიხარ რაღაცა ფარში იღებ მონაწილეობას. ამიტომ არის მათი პოზიციონირება მავნებლური. აბსოლუტურად მავნებლური და 2 და 3 მანდატს რო აიღებენ, მე რის გაკეთებას აპირებენ. 21 საკრებულოს წევრი ვიყავით, თბილისის მერაბს ემახსოვრება 21 წევრი ვიყავით 50 წევრიდან და 21-მა ოპოზიციონერმა ვერაფერი ვერ შეუცვალეთ და ალბათ 5 საკითხი მოიძებნება მთელი 1000-ობით საკითხში, რომლის შეჩერება შეუძლიათ და 2 და 3 საკრებულოს წევრით რას აპირებენ? შესვლას აპირებენ, მე ქართული ოცნების მერაბს.
და რისთვის იღებენ მონაწილეობას და რისთვის შემოაქვთ ეს გაუგებრობა. აუცილებლად ოქტომბრის ამბავს რა შეეხება. 4 ოქტომბრის არც იქეთხართ, არც აქეთ. ხო, ერთ დავაზუსტებ, მურთაზადელავა არ არის ჩვენი პარტიის წევრი, ერთ პერიოდი ასოცირდებოდა პარტიასთან, მაგრამ მურთაზი არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი მეგობარი არის, დიახ, ნამდვილად ჩვენი მეგობარი არის, მაგრამ პარტიას არ წარმოადგენს როგორც ესეთი. ჩვენი პარტიული პოზიცია რა არის და კოალიციის პოზიცია რა არის, რომ ჩვენ და ჩვენი პარტია მივიღებთ ყველა იმ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ემსახურება ქართული ოცნების დელეგიტიმაციას, ხმამაღალი ნათქვამია, დელეგიტიმაცია რომ მოხდეს რაღაც ლეგიტიმაცია უნდა ქონდეს მთავრობას, ხომ? და ყველა იმ პროცესში იღებს მონაწილეობას, რომელიც რაღაცა ფორმით წინააღმდეგობას წევს და ახალი ბრძოლის ხაზს აჩენს, ან უკვე არსებულ ბრძოლის ხაზს ამაგრებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად 13 სექტემბერი, ხო? რა დროსაც გაიმართა მარში უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით 27 სექტემბრის მარში, რომელიც ასევე იგეგმება. 4 ოქტომბერი თუ არ აღმოჩნდება საკმარისი, 5, 7, 8 ოქტომბერი ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ ყველგან ჩვენი ფორმულა არის ქუჩის პროტესტების გაძლიერება, არ თანამშრომლობა და პროცესის ნორმალიზების პროცესში, ქართული ოცნებისთვის ნორმალიზების პროცესში ყველა ფორმით ხელი შესაძლოა. უბრალოდ აი ეს 4 ოქტომბერს 4 საათზე რომ 4 საათზე ვიკრიბებით და 8 საათზე ვამთავრებთ, ხომ? მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ადამიანებს ამდენი წლის განმავლობაში გამოვლილი აქვთ ძალიან დიდი ბრძოლის პროცესი, ხო? ძალიან ბევრი ნიჰილიზმი გვახსოვს ჩვენ და ესე წინასწარ დაკიდებული აქციები და დადებული დაპირება, რომ 8-ში დამთავრდება, 9-ში დამთავრდება, 7 საათზე დამთავრდება თუ 9 საათზე. შესაბამისად, ჩვენთვის ვორდინგი და ეს დაპირება წინასაარჩევნოთ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ზედმეტ დაპირებას არ ვიძლეოდით და ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად. მაგრამ საბოლოო ჯამში მაგ თქვენი ტაქტიკით, რომ აი მოდი რაღაც ესე პროტესტი. ჩვენ იქ ვიქნებით მთელი პარტიი და მთელი კოალიცია. მინავლებისკენ წავიდა, ხო, რაღაცა და ამ ხალხმა შეძლო, რომ ამ დაანონსებით რაღაცა გამოაცოცხლა თავიდან. დღის წესრიგი შექმნა. თქვენი დღის წესრიგი რა იყო? იცით რომ მოდი ესე წინ და უკან ვისეირნოთ და რაღაცა მოხდება. არ იყო სეირნობა. ეგ არის. ნუ სეირნობა უტრირებ ახლა, მაგრამ ნუ აი მარშებით ვიაროთ, რაღაცა ვიაროთ მარშებით და მე ბოლოს რაღაცა მოხდება და ეგ უკეთესი დაპირებაა. ანუ ეს რუიანი არსებობდა ეს ოპოზიციური პარტიის ერთობა, ეს არსებობს ისევ რაღაცა. შეთანხმებული იგივე 4 ოქტომბერთან შედარებით საერთო პოზიცია. თუ აქ ყველა პარტიას თავის პოზიცია აქვს და როგორც უნდა ისე. კი ბატონო, 8 პროდასავლური პარტიის გაერთიანების ამოცანა ერთადერთი ამოცანა ქონდა, რომ ბოიკოტი გამოეცხადებინა ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ერთიანი ყოფილიყო პროდასავლური პარტიების პოზიციონირება და ეჩვენებინა, რომ ამ ქვეყანაში ის პროდასავლური პარტიები არიან უმრავლესობაში, ვინც თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას და ეს არის უმრავლესობა და ლელო და კახარი არიან ის უმცირესობა, რომელიც ძალიან მავნებულ პროცესში შედიან ქართული ოცნების სასარგებლოდ რეალურად, ხო? შესაბამისად, ამ 8 პარტიის ფორმატში ჩვენ არ გვაქვს 4 ოქტომბერთან მიმართებაში რაიმე ერთიანი პოზიციონირება. ჩვენი კოალიცია ვამბობთ და ვერ დაგეთანხმებით მე რომ წინ და უკან ვისეირნოთ ამ პროცესში. ხო, მარშებს თავაზობთ, გავიგებთ რომ რაღაცა კვირაში ერთხელ რაღაც ერთ მარში დავგეგმოთ, ის მარში დავგეგმოთ და მე რაღაცა იქნება. და ვინარჩუნებს ძალიან პრინციპულ პოზიციას. 4 ლიდერი რაღაცა იქნება რო არის. რა უნდა მოიტანოს აი ამ თქვენ. ვიღებთ მონაწილეობას, ან ისე არ მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს, რომ თითქოს ჩვენ რაიმე ფორმით ვემიჯნებით 4 ოქტომბრის აქციას და ხო, არ ვემიჯნებით, უბრალოდ ჩვენ არ ვართ ამ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია დეტალებზე, რა არის მაგალითად ამ 4 ოქტომბრის განვითარების სცენარი და რას აპირებენ ორგანიზატორები, მაგრამ მთელი პარტიული ლიდერშიპი ჩვენი რეგიონალური წარმომადგენლები, ამ მომრჩევლები, ვინც იზიარებენ 4 ოქტომბრის სულისკვეთებას და არ არსებობს დღეს იყო ოპოზიციური ამ მომრჩეველი და იყო ბრძოლის ხეში და 4 ოქტომბერს იქ არ იყო, აუცილებლად ვიქნებით იქ და ვიქნებით მთელი ჩართულობით და ძალისხმევით, როგორც ვიყავით სხვა ყველა შემთხვევაში. უბრალოდ ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას საორგანიზაციო ნაწილებზე ნამდვილად. საორგანიზაციო ნაწილზე რო არიღებ, მაგრამ ხო მეც ახლა რაღაც მომენტში მე ხამუშობა ეს რომ გინდა თუ არა ამ დღეს რა საჭირო იყო მაგალითად საათების დათქმა და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ ის რომ ამ ადამიანმა ეს მინავლებული პროცესის რაღაც გამოცოცხლება ასე სადეს, იმიტომ რომ ნუ ხალხი რო ხვდებოდა ამ ხალხს, ვინც არიან ახლა იქ ორგანიზატორი ლევან ხაბეიშვილი იყო თუ ვინც იყო და სხვები, ეუბნებოდნენ რომ ეკითხებოდა რატო აღარ მოდიხართ აქციაზე, ისინი ეუბნებოდნენ რომ მოგბეს და ეს წინაუკანსო ბრძოლაში დაგვიძახეთ. ვიღაცები ანუ ბრძოლისთვის არიან განწყობილად, დაგვიძახეთ რა რაღაცა და ანუ ალბათ შესთავაზეს ეს დღის წესრიგი. მოდით თუ მოხვალთ
ნუ ვიბრძოლოთ, არ დავიშალოთ ან რაღაცა. ეხლა ნუ რა თქმა უნდა, მეც ვფიქრობ, რომ ეხლა ეს რაღაცა საათების დათქმა ზედმეტი იყო ნამდვილად, იმიტომ თქვენ იმ რისკსაც ხო ხედავთ, მე რა უფრო შეიძლება ნიჰილიზმი მოხდეს ამას 4-ში რო ვერ დამთავრდეს და 8-ში დამთავრდეს. არ შემხედრია მაგალითად ადამიანი ვინც 4-ში მიდის აქციაზე იმ იმედით რომ 8 საათზე დამთავრდება ხელისუფლება. ყველა ხვდება, ყველა კარგად იაზრებს რომ ეს არის რაღაცა მუხტის ასაწევად გაკეთებული რაღაც ის შეთავაზება და ის რომ ეხა 4-ში თუ არ დამთავრდება, მაგრამ იმას ელოდებიან რომ დაგვიძახებენ, აღარ დავიშლებით. თქვათ ვიდღებით 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, თუ რამდენი საჭირო იქნება. რაც რთული ამბავია, კი ეთანხმები დათოს. მაგრამ ნუ ეხა თუ ეხა ოპოზიცია ამბობს რომ უნდა ვიბრძოლოთ, მაშინ რთულ ამბავსაც უნდა შეეჭიდოს, ხო? ეხლა მარტო სეიმნობა ხო არა? ჩვენ არც ერთ რთულ ამბავში არ დაგვეხევია უკან და უნდა იყოს ამ შემთხვევაში კონკრეტული წავიდეს ორი მოთხოვნა არის ძირითადი, ხო? რეალურად ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი წესი და ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ხო, ჩვენ კოალიციას არასოდეს უკან არ დაუხევია და ამის ნათელი მაგალითი არის, რომ 4-ვე ლიდერი ჩვენი არის ციხეში და ყველაფერზე უარი გვაქვს ნათქვამი, რაც პარტიას სასიცოცხლოდ სჭირდება, ხო? რეალურად და არა მარტო პარტიის ლიდერები, არამედ ჩვენი წევრები არიან ციხეში და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა, ხომ? რეალურად და შესაბამისად ჩვენი კოალიციაზე ნამდვილად არ შეიძლება იმ ნარატივის გავრცობა და ლელოს და გახარიას გამოკლებით ალბათ არც ერთ პროდასავლურ პარტიებზე, რომ ისინი რამეს აკლებენ ამ ბრძოლაში. უბრალოდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ 4 ოქტომბერს თუ არ დასრულდება ეს ბრძოლა, 5-შიც უნდა გავაგრძელოთ, 6-შიც, 7-შიც და 8-შიც რეალურად და ისე არ უნდა ვიპოზიციონიროთ, რომ მე ჩვენვე ძალიან დიდი ნიჰილიზმი გავაჩინოთ ოპოზიციურ ამორჩეველში და შესაბამისად გვაქვს ის მიდგომა, რა მიდგომაც გვაქვს. ხო, ნუ კი ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ქართული ოცნების მიერ ხელისუფლების შენარჩუნების გზა? ანუ რაზე არა, ამ შემთხვევაში შენარჩუნებას გულისხმობ, რაზე არიან ისინი თქვენი აზრით წამსვლელები? უნდა რომ არის მაგალითად ასეთი აზრი, რომ ყველაფერზე წამსვლელი. და ნუ აი თქვათ რას ფიქრობთ? აი ამ სიტუაციაზე, რაც დღეს არის იგივე შიგნით რაც ხდება ქართული ოცნების ეს ბოლო კითხვა იქნება, ხო? იქ რაღაც ერთმანეთს იჭერენ ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ მაინც თავს ყარად გრძნობენ ამ ეტაპზე. ყარად გრძნობენ თუ არა, ეს ძალიან სუბიექტური შეგრძნების ამბავია რეალურად, ხო? სუბიექტური აღქმა არის შეგრძნება და მეორე არის ობიექტური რეალობა. თქვენ გახსენდებათ, არ ვიცი, ჩემზე დიდი ხანია ალბათ აკვირდებით პოლიტიკურ პროცესებს უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებაში, იმაზე დიდი გაუგებრობა, არეულობა, შიდა კლანური დაპირისპირება, რაღაცეების გაყოფა და ერთმანეთის დაკავება, ერთმანეთის აი წევრები ოდესმე დაუკავებიათ მაღალი თანამდებობის. ჩვენ ხო არ გვაქვს საუბარი და უკვე ნელ-ნელა ყოფილ პრემიერ-მინისტრამდე მიდიან, ორგზის პრემიერ-მინისტრამდე, ღარიბაშვილამდე მიდის, ხო ეს გზა. რეალურად იქ გომელაურამდე შეიძლება მივიდეს, თავდაცვის მინისტრი დააკავეს და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი არის რეალურად იმ პოლიტიკური გუნდის, რომელსაც აქვს შიგნით ძალიან დიდი გაუგებრობა და რომელიც არის დასუსტებული. ზოგადად ავტოკრატიული რეჟიმების მახასიათებელია, როდესაც ისინი ბოლოში გადიან და როდესაც რესურსები მცირდება ამ გუნდის შიგნით, მთელი დავა მათ შორის ხომ არის რეალურად ფინანსური რესურსების ირგვლივ ატეხილი, რომ ვიღაცებს რაღაცეები ქონდათ მისატანი, ხო ესე არის ამბავი გამოსული რეალურად და ვიღაცას 300 მილიონი, ვიღაცას 500 მილიონი, იქ რიჟუაძის ამბავი ზუსტად მაგ საკითხს უკავშირდებოდა, რომ გარკვეული თანხები, რომელიც მან ბიუჯეტიდან თუ ქვეყანაში ჩატრიალებული ფულიდან აიღო, ის არ მიუტანა მე ბიძინა ივანიშვილს, შესაბამისად შემცირებული რესურსების ხარჯზე უკვე დაიწყეს ერთმანეთთან დაპირისპირება და ერთმანეთის დაჭმა. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი რეალურად. შესაბამისად, როდესაც ვიძახით, რომ აი რა შეიძლება გააკეთოს ქართულმა ოცნებამ, ეხლა ჩვენ რასაც უყურებთ, ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და არაფერს აბსოლუტურად ამ ქვეყნის განსავითარებლად. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ ამ პროცესს ვადევნებთ თვალყურს, ხომ? მთელი სახელმწიფო რესურსი, ფინანსური რესურსიდან დაწყებული ადამიანური რესურსი დამთავრებული და პოლიციის ინსტიტუტი ამის ყველაზე კარგი მაგალითია, როდესაც ის დაუქვემდებარა პარტიულ ინტერესებს და არა სახელმწიფო ინტერესებს. ამისკენ არის მიმართული. შესაბამისად და არაერთი ინდიკატორი არსებობს, ხომ? აი ლევან ჯობავას საქმე დღეს ერთ-ერთი ბოლო საკითხი არის, ხომ? ბესიკის ქუჩაზე არასრულწლოვანი იარაღით რო დაადგა, ვითომ არასრულწლოვანი და ლევან ჯობავას წინააღმდეგ იწყებენ საქმის აღძვრას და თავდამსხმელი გაანთავისუფლეს, ვითომ სათამაშო თოფი ჰქონდა. შესაბამისად ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ აქეთ რა უნდა დავახვედროთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიძინა ივანიშვილი ეცდება, რომ თავი გადაირჩინოს. ერთის მხრივ ჩვენ ხედავთ საგარეო მიმართულებით არაღიარების მთელ კასკადს და არ თანამშრომლობის და
ბრიტანეთის სანქციები, რომელიც დაეწია ორ ქართველს, ხო, ამ შემთხვევაში გუშინ საგარეო კომიტეტში მიღებული აქტი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც გვეხმარება და შიგნით შემთხვევით არ კითხი, ანუ რაზე არის წამსვლელი ქართული ოცნება. ან ასეთი რაღაცეებით ის ასე ვთქვათ, თავს იგზნობს რაღაც აუხერხულად შეწუხდებიან და წავლენ თუ ანუ ესეთი რაღაცა ხო მნიშვნელოვანია მათთვის. არ ამგონი ამაზე ისე მოქმედებდეს, რომ ხელისუფლება შეიძლება პირიქით ახლა ჩვენ ვაბოლოთ და პირიქით უფრო მიდიან იმის ჩაკეტვისკენ, კონსოლიდირებისკენ და შეიძლება მართლა რუსეთს ღიად ჩაეხუტონ უკვე, ხო? არა, უკვე ჩახუტებულები არიან, მეტი ღია ჩახუტება. ნუ მე თვითონაც რო აღიარებენ ამას ვიზახი რა. ხო, მეტი ღია ჩახუტება არ ვიცი. ღია ჩახუტება არ თვითონ რო იტყვია რომ აღარ გვინდა ევროპა. დღეს იზახიან რომ ევროპა გვინდა ჩვენს. ხო, მაგრამ ხო და მე შეიძლება თქვა რომ ევროპა საერთოდ აღარ გვინდა. მაგათმა თქვეს რომ ევროპა აღარ უნდა 28 ნოემბერს, როდესაც შეაჩერეს ევროკავშირთან. ამ ეტაპზე შეიძლება მივიდნენ. არ ვიცი რა ხარისხის ქართული ოცნების ამომრჩეველი უნდა იყო და წარმომადგენელი უნდა იყო რომ თვალი იმ დონეზე ქონეს აბმული რომ კიდევ ვერ ხვდებოდა ქვეყანა სადაი რეალურად და გეგონოს რომ ქვეყანა სახელმწიფო უბრალოდ ქვეყანა არა სახელმწიფო არსებობს ამ ქვეყანაში. შესაბამისად მე რა წამსვლელები არიან ყველაფერზე უბრალოდ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ აქეთ ამ ხარეს რას ვახვედრებთ ამ ხალხს და ამ მომრჩეველს ხო რეალურად. ალტერნატივა აი ზუსტად მანდ მივდივართ. აი მანდ ხედავთ თუ ქართველი ამომრჩეველი ნახავს ამ ქვეყანაში ბევრ ლელოსნაირ და გახარიასნაირ პარტიას, რომლებიც სამწუხაროდ კი, მე როგორც ამომრჩეველი, მე არ ვარგია კაი. ხო, მე როგორც, მაგრამ მეორეს მხრივ ნახავს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ყველაფრის ფასად ინარჩუნებენ პრინციპულობას და თანმიმდევრულობას, აუცილებლად მათ რწმენა დღეს თუ დაკარგული აქვთ ამ ბრძოლაში და ნიჰილიზმი აქვთ შეპარული, აუცილებლად ეს რწმენა დაუბრუნდებათ. ნახოთ იმედია. ამბობდი ანა გოგოლაძე იყო ჩვენი სტუმარი კოალიციის მლებელიშვილის წევრი.